კუჭის წყლული, ეს არის კუჭის ლორწოვანი შრის დეფექტი კუნთოვან შრემდე. ყველაზე ხშირად ექიმს მომართავენ შემდეგი სიმპტომების გამო. ეს არის სიმძიმე და დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, ასევე ტკივილი, რომელსაც აქვს კავშირი კვებასთან და დამოკიდებულია წყლულის ლოკალიზაციაზე. ასევე დამახასიათებელი სიმპტომებია გულწმარვა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, უმადობა და უმიზეზოდ წონაში კლება. ყველაზე ხშირი კუჭის წყლის გამომწვევი მიზეზი ეს არის ჰელიკობაქტერ პილორი, რომელიც ცხოვრობს კუჭში. ასევე კუჭის წყლის გამომწვევი მიზეზი ეს არის არასწორი კვება, სტრესული გარემო, გენეტიკური წინასწარ-განწყობა და გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები. პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს ზემოაღნიშნული სიმპტომების არსებობის დროს, განსაკუთრებით, როდესაც ტკივილს აქვს ინტენსიური ხასიათი, ასევე აქვს ციკლური ბუნება და არსებობს გასტროენტეროლოგიაში წითელი ნიშნები, როცა ექიმთან ვიზიტი არის აუცილებელი. ეს წითელი ნიშნებია სისხლიანი ღებინება და კუჭის მოქმედება შავი განავლოვანი მასებით, ანუ მელენა. კუჭის წყლის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი ეს არის ენდოსკოპიური კვლევა, ანუ ეზოფაგო-გასტროდუოდენოსკოპია, რომლის დროსაც ხდება შეფასება წყლულის არსებობის, ლორწოვანი გარსის შეფასება და ასევე გამომწვევი ფაქტორის დადგენა. ჩვენს კლინიკაში ტარდება როგორც ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა, ასევე კეთდება ჰელიკობაქტერ პილორის დიაგნოსტიკის სრული სპექტრი. როგორიც ამორფოლოგიური მასალის შესწავლა ენდოსკოპიური პროცედურის დროს, ჰელიკობაქტერ პილორის სუნთქვითი ურიაზული ტესტირება, განავლის ანალიზი ანტიგენზე და სისხლის ანალიზი ანტისხეულებზე, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში კეთდება ჩვენ კლინიკაში და ფართოდ გამოიყენება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პაციენტის თვითმკურნალობა დროში ახანგრძლივებს პროცესს და საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას. ექიმთან დროული ვიზიტი თითეული პაციენტის ჯანმრთელობის გარანტიაა.